აქამდე განათლების მინისტრი და მათ შორის ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები თავს იწონებდნენ და აპელირებდნენ იმას, რომ მათ მიერ დაანონსებული და დაგეგმილი განათლების რეფორმის შემდეგ სტუდენტები სახელმწიფო უნივერსიტეტის ყველა საფეხურზე უფასოდ ისწავლიდნენ. რამდენიმე დღის წინ მთავრობის მიერ გამოქვეყნებული და დამტკიცებული განკარგულებით ირკვევა ის, რომ სტუდენტებს ამისათვის უწევთ გარკვეული წინაპირობების შესრულება. უფრო კონკრეტულად, მხოლოდ 2 სემესტრი, ანუ 1 წელია ის პერიოდი, როდესაც სტუდენტები უპირობოდ მიიღებენ ხელისუფლების მხრიდან დაფინანსებას, თუმცა ყოველი მომდევნო სემესტრი და თანხის დაფინანსება უკვე იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ რა რაოდენობის კრედიტებს მოაგროვებენ სტუდენტები. ანუ მაგალითად იმ შემთხვევაში, თუ 80%-ზე ნაკლები კრედიტების რაოდენობა მოაგროვეს სტუდენტებმა, ეს იმას ნიშნავს, რომ მესამე სემესტრიდან ისინი უკვე ხელისუფლების მხრიდან სრულ დაფინანსებას ვერ მიიღებენ და მათ თანხის ნახევრის გადახდა თავადაც მოუწევთ. ეს არის ის წინაპირობები, რომლის შესახებაც ამ ადამიანებს, სტუდენტებს, აბიტურიენტებს, მაშინ, როდესაც განათლების რეფორმაზე ელაპარაკებოდა ქართული ოცნების ხელისუფლების წარმომადგენლები, ინფორმაცია საერთოდ არ ჰქონდათ და როგორც ექსპერტები და განათლების სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ისინი სრულიად სხვა რეალობის წინაშე დააყენა ახლა ხელისუფლებამ. როგორც ლექტორები და განათლების სფეროს წარმომადგენლები ამბობენ, ეს მიზნად ისახავდა იმას, რომ იყო ერთგვარი კარგად დაგეგმილი პროპაგანდა, რომლითაც ქართული ოცნების ხელისუფლება ცდილობდა, რომ ის პროტესტი და ნეგატივი, რომელიც მათ მიერ დაანონსებული რეფორმის მისამართით არსებობდა, ეს შეენელებინათ. ეს გამოიყენეს როგორც პროპაგანდა, მათ თავად საკუთარი პირით მიქანაძემ თქვა არაერთ გზის, რომ ეს იქნება პირველი ხელისუფლება, რომლის ფარგლებშიც ყველა საფეხური განათლების ფარგლებში იქნება უფასო. ეს მცირე ქვეყანათა შორის ერთ-ერთი იქნება საქართველოს, სადაც ასევე ყველა საფეხური ბაკალავრიატი, მაგისტრატურა, სასკოლო განათლება, სადოქტორო საფეხური, ყველაფერი იქნება უფასო. თუმცა დღეს მივიღეთ აბსოლუტურად განსხვავებული შედეგი ხომ და ისე რომ ამის შესახებ არაფერი არ უთქვა თუნდაც იმ აბიტურიენტებისათვის, რომლებსაც უშუალოდ შეეხება წელსვე ახლავე სექტემბრიდანვე, ხომ? ეს ყველაფერი. ასე რომ მე მგონია, რომ ეს იყო კარგად გამოყენებული, წინასწარ მათ რა თქმა უნდა იცოდნენ, რომ საკმარის თანხები ბიუჯეტში არ იყო, რომ განათლება სრულად უფასო გამხდარიყო, მიუხედავად იმისა, რომ შეამცირეს სტუდენტების რაოდენობა, მაგრამ პლუს ეს გამოიყენეს იმათ, რომ მშობლები უფრო დაწყნარებული იყვნენ და შესაბამისად მათ ეგრეთ წოდებულ რეფორმას არ მოჰყოლოდა დიდი პროტესტი. სეკვესტრი შეიძლება დავარქვათ ამ რეფორმას. ეს არ არის განათლების რეფორმა, ეს არის შემცირება. იდეოლოგიურად და აკადემიურად ის, რაც განხორციელდა ამ სისტემაში, ეგრეთ წოდებული რეფორმის სახით, ეს არ უზრუნველყოფს ხარისხის განვითარებას, ეს არ უზრუნველყოფს ეროვნული ინტერესების განვითარებას. შეფუთვა აი ამითი, რომ გექნებათ უფასო, ჩვენ ეროვნულ ღირებულებებს გავაძლიერებთ, ეს ყველაფერი არის მოკლედ ვთქვათ, კამუფლაჟი და ეს ყველაფერი არის პროპაგანდა, რომელიც სინამდვილეში ასე არ არის, არ მოემსახურება საზოგადოებას. არ არსებობს საერთაშორისო პრაქტიკა, რომლითაც უფასო სახელმწიფო პროგრამა შეიძლება გახდეს სტუდენტისთვის ფასიანი, იმ შემთხვევაში თუ კი მას ერთ კურსზე შეექმნება რაიმე ტიპის პრობლემა. ეს შესაძლებელია ყოფილიყო მოტივაციის გასაზრდელად და არსებობს ესეთი პრაქტიკები სასტიპენდიო პროგრამებზე, აკადემიური მოსწრება მთლიანობაში, რომელიც მთლიანობაში უნდა განვიხილოთ და არა ერთი კურსის ჩაგდება, ან არ ჩაგდება, რომელიც შეიძლება ყოფილიყო სამოტივაციო პაკეტი. ისევე როგორც ხარისხთან მიმართებაში არ არსებობს სტუდენტის მიერ ერთი კურსის ჩაგდება ხარისხის უზრუნველყოფის გარანტია. სტუდენტისთვის დაფინანსების მოხსნა იწვევს გარკვეულ რისკებს კორუფციული მექანიზმების ამუშავების. განათლების მინისტრი გივი მიქანაძე დეზინფორმაციას უწოდებს იმ განცხადებებს და იმ გავრცელებულ ინფორმაციას ეხმაურება და ის ამბობს იმას, რომ საერთოდ არ არის სრული დაფინანსება დამოკიდებული იმაზე, თუ რამდენად მაღალი აკადემიური ხარისხი ექნება სტუდენტს. ის აღნიშნავს იმას, რომ დაფინანსება იქნება დამოკიდებული თუ რა რაოდენობის კრედიტს მოიპოვებს სტუდენტი. კიდევ ერთხელ განმარტავს იმას, რომ 80% არის აუცილებელი, რომ სტუდენტმა 80%-ის კრედიტი მაინც მოიპოვოს სემესტრულად და როგორც ის ამბობს, მათთვის არ აქვს მნიშვნელობა, მაგალითად, რომელიმე საგან სტუდენტი მინიმალურ 51 ქულაზე დახურავს თუ 91 ქულაზე პირობითად. მათთვის არის ამ შემთხვევაში, როგორც ჩანს, პრიორიტეტული და მნიშვნელოვანი ის, რომ სტუდენტს სემესტრში ერთ საგანზე მეტი არ უნდა დარჩეს ჩასაბარებელი და სწორედ ასე ხსნის იმ ინფორმაციას, რომელიც სოციალურ ქსელში ვრცელდება გივი მიქანაძე და ის აღნიშნავს ასევე იმასაც, რომ ეს საერთაშორისო მაგალითებზე და არგუმენტებზე დაყრდნობით მიიღეს ეს გადაწყვეტილება.
პირველი 2 სემესტრის განმავლობაში სტუდენტები სწავლობენ სრულიად უფასოდ. მაგრამ პირველი 2 სემესტრის განმავლობაში უკვე სტუდენტმა უნდა უზრუნველყოს, რომ დააგროვოს დადგენილი კრედიტების მინიმუმ 80% იმისთვის, რომ მესამე სემესტრში მოიპოვოს ასევე სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება. და შემდგომში უკვე ყოველ სემესტრზე გავრცელდება ანალოგიური პრინციპი, გამომდინარე იქიდან, რომ დაგროვილი კრედიტების მიხედვით, თუ კი ის 80% ან მეტია ყოველ სემესტრში, სტუდენტი შემდეგ სემესტრზე მოიპოვებს უფასო სწავლის შესაძლებლობას. სახელმწიფო იმ შემთხვევაში, თუ კი სტუდენტი საკმარისი რაოდენობის კრედიტებს ვერ დააგროვებს იმისთვის, რომ 100%-იანი დაფინანსება მოიპოვოს შემდეგი სემესტრისთვის, სახელმწიფო ამ შემთხვევაში 50%-ს დააფინანსებს. თუმცა, ამავდროულად სტუდენტს ეძლევა საშუალება, რომ შემდეგ სემესტრში მან დამატებითი საგნები აიღოს და მიიღოს იმ კრედიტების რაოდენობა, რომელიც შესაძლებლობას მას მისცემს, რომ უკვე მომავალი შემდეგი სემესტრიდან კვლავ აღიდგინოს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება. ამასთანავე ვრცელდება სრულიად დეზინფორმაციული ხასიათის მოცემულობა კონკრეტული პირებისგან, რომ თურმე საჭირო არის მაღალი აკადემიური მოსწრებადობა იმისთვის, რომ მოხდეს სახელმწიფოს მხრიდან 100%-იანი დაფინანსება, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. აბიტურიენტები, რომლებიც წელს აბარებდნენ გამოცდებს და რომელთაც ჰქონდათ მოლოდინი იმისა, რომ სრულიად უფასოდ ისწავლიდნენ სახელმწიფო უნივერსიტეტებში, ახლა უკვე სრულიად სხვა რეალობისა და ფაქტის წინაშე აღმოჩნდნენ, რომ მათ მოუწევთ გარკვეული წინაპირობების შესრულება, წინააღმდეგ შემთხვევაში ისინი მესამე სემესტრიდან უკვე სახელმწიფოს დაფინანსებას დაკარგავენ და მათ თანხის ნახევრის გადახდა მაინც მოუწევთ. ასევე აღსანიშნავია ის ფაქტიც, რომ თუ აქამდე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ცალკეულ პროგრამებზე სწავლის საფასური 2250 ლარი იყო, ახლა ეს თანხა გაზრდილია და ძირითად შემთხვევაში 2500 ლარი ღირს პროგრამებზე სწავლა, რიგ შემთხვევაში 3000 ლარიცაც კი მიაღწია ცალკეულმა პროგრამებმა.